მსოფლიო ბანკის საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო სარეზოლუციო ფონდს $35 მილიონ გამოუყოფს. ეს და სხვა თემები რამდენიმე წუთში. ახალი თაღლითური სქემა, რომელიც სამუშაოს მაძიებლისგან წინასწარ თანხის ჩარიცხვას ითხოვს. საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს გარანტირებული დასაქმებისა თუ არა რეალურად მაღალი სარგებლის მიღების შეთავაზებები კრიტიკულად შეაფასონ. მიწისქვეშა გვირაბები, ჰოლოგრამები და მადნის მოპოვების იმიტაცია. ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროს მუზეუმის მოწყობა იეგმება. თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები აზიის განვითარების ბანკის $250 მილიონი სესხით აშენდება. ჯამში 18,9 კილომეტრი. საქსტატის ინფორმაციით უცხოელი ვიზიტორების ხარჯებში ყველაზე დიდი წელი 27% საკვებსა და სასმელზე მოდის. მეორე ადგილზეა საყიდლები, ხოლო მესამეზე განთავსება. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. მსოფლიო ბანკის სების საბანკო სარეზოლუციო ფონდს $35 მილიონ გამოუყოფს. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა მოაწერეს. სების განმარტებით საკრედიტო ხაზი წარმოადგენს სარეზოლუციო ფონდის დამატებით ფინანსური დაცვის მექანიზმს იმ პერიოდამდე, ვიდრე ფონდის სამიზნე მოცულობას მიაღწევს. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საკრედიტო ხაზის მიზანი მიმდინარე ეტაპზე საბანკო სექტორის დაფინანსება არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომერციული ბანკის რეზოლუციის ან გაჯანსაღების პროცესის დაფინანსების საჭიროება წარმოიქმნება. სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის არის შექმნილი. მისი მიზანია პრობლემური ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსება ისე, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და თავიდან იქნას აცილებული გადასახადის გადამხდელთა ფინანსური რესურსების გამოყენების აუცილებლობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ამ დროისთვის ფონდში კომერციული ბანკების მიერ დაახლოებით $45 მილიონი მობილიზებული. მოქმედი გეგმის მიხედვით ფონდის სამიზნე მოცულობამ 2022-23 წლებში დაზღვეული დეპოზიტების დაახლოებით 3% უნდა მიაღწიოს. მიკროსაფინანსო სექტორს წმინდა მოგება 66,5%-ით გაეზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა $17,5 მილიონი წმინდა მოგება მიიღეს. მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ $70,5 მილიონ შეადგენდა. სექტორის მთლიანი აქტივები $2,579 მილიონ შეადგენს. ვალდებულებები კი $1,7 მილიონი. მისწრების საკრედიტო პორტფელი $2,171 მილიონ შეადგენს. ამ ღირებულებით ჯამში 872,313 სესხია გაცემული. თუმცა წინა წლების მსგავსად მთავარი ფოკუსი სალომბარდე სესხებზეა. ასეთი 342 კრედიტია გაცემული ჯამში $1,722 მილიონი ოდენობით, რაც ჯამური დაკრედიტების 79%-ს აღემატება. მეორე ადგილზეა სამხმარებლო სესხები $287,4 მილიონი, მესამეზე ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტება 80,9 მილიონი. იურიდიულ პირებზე სულ 524 სესხია გაცემული, რომლის ჯამური პორტფელი $20,495,000. ბაზარზე სულ 28 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. ფასების კომისიის მიმართ არსებული მაღალი მოლოდინების მიუხედავად ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდით. ამის შესახებ BMG-სთან გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე პურფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია MCB Georgia-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, კომისიის დასკვნების ზოგად ხასიათს ატარებს და დაანონსებული სერიოზული წინსვლა ამ დრომდე არ ჩანს. რატიშვილის განცხადებით, ბიზნესს ჰქონდა მოლოდინი, რომ კომისია ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ რეფორმებს ჩაუყრიდა საფუძველს, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. ამასთან მისივე შეფასებით ბაზარზე არსებული გარკვეული ფასდაკლებები არა კომისიის მუშაობის, არამედ კერძო სექტორის ინიციატივის შედეგია. ძირითადად პროდუქტებზე კი ფასები კვლავ მაღალი რჩება. ამასთან ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ფასებზე პირდაპირ ზემოქმედება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება და გამოსავალი მხოლოდ ფუნდამენტურ რეფორმებშია.
ამის მოლოდინი მქონდა, რომ ამ ფასების კომისიის მუშაობას მოყვებოდა ისეთი რეკომენდაციები პარლამენტიდან, საპარლამენტო კომისიიდან, რომელიც მთავრობას მისცემდა საშუალებას ბევრი ისეთი რეფორმა განეხორციელებინა და ცვლილება, რაც ამ ადგილობრივი წარმოების პრობლემებს მოხსნიდა, რადგან ერთ-ერთ მათგანზე წელადაც ვისაუბრეთ, ხო? თუმცა სამწუხაროდ ამ 4 თვის და მეტის მუშაობის განმავლობაში სამწუხაროდ ესეთი მკაფიო დასკვნა, რომელიც კარგო კონსულტაციის ხასიათს მიიღებდა და პირდაპირი ანალიზის საფუძველზე რაღაც პირდაპირ რეკომენდაციებს გასცემდა, ჯერჯერობით არ არის. იქ ცოტა ზოგადი საუბრებია და შედეგებსაც ხედავთ. არაფერი დიდი არ შეცვლა, გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებულმა საცალო ქსელებმა თავისი ინიციატივით გადაწყვიტეს გარკვეულ პროდუქტებზე გარკვეული ფასდაკლების კალათების შექმნა და ეს მათი პირადი დამსახურება, მათ მადლობა ეკუთვნით ამისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ის მასშტაბი არ არის პრობლემის მოგონების, რისთვისაც ამხელა პრემიერით დაწყებული პარლამენტის კომისიის გაგრძელებული და მთელი ამდელხელა მოძრაობა დაიწყო. ფასების კომისიის შედეგი კი ამ ეტაპზე ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელსაც უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატება. როგორც რიტეილ ასოციაციაში აცხადებენ, სავაჭრო ქსელებმა მონაცემების ატვირთვა უკვე დაიწყეს და პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. შედეგად მომხმარებლები ასევე შეძლებენ კონკურენტულ მომენტში სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ყველაზე დაბალი ფასის მარტივად შედარებას და სასურველი არჩევანის გაკეთებას. რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ კალათა Gov.g შეიძლება მიჩნეული იყოს ინფორმაციულ წყაროდ, თუმცა მნიშვნელოვანია უფრო გრძელ ვადაში დაკვირვება. რეალურად მოახდინა თუ არა ამ პლატფორმამ სამომხმარებლო კალათის ერთიანი ფასის შემცირება. შესაძლებელია პლატფორმამ იმოქმედოს ფასებზე და გამოიწვიოს ის, რომ რეალურად ერთ ციფრში, როდესაც მომხმარებელი აფასებს სხვადასხვა ქსელების ფასებს, ბუნებრივია ეს წარმოშობს იმას, რომ ფასი იყოს დაბალი. ბევრი პლატფორმა მინახავს, მილიონობით ლარი და დოლარი დახარჯულა, მაგრამ პლატფორმა თუ არ გამოიყენა მომხმარებელმა, ის პლატფორმა კარგავს ნებისმიერ, ესე რომ ვთქვათ, აზრს, ხო? ამიტომ კონკურენციის აგენტოს მხრივ ერთის მხრივ უნდა შედარდეს ფასები, რამდენად შემცირდა კალათაზე პერიოდიდან პერიოდამდე და აქ თუ გვექნება 20-30%-იანი კლება, ვფიქრობ, რომ ეფექტურია და შესაბამისად კარგია. მეორეს მხრივ იქნება რამდენად გაიზარდა ტრაფიკი, ანუ მომხმარებლის გამოყენება ამ პლატფორმის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯები გაიზრდება. ნახეთ, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ 13 პროდუქტი გვაქვს და ეხლა ჰიგიენური საშუალებები დაემატება, ძალიან კარგია. თუმცა ნახეთ, რაც უფრო გაიზრდება ინფორმაციული მიმოწვლის საჭიროება, ვიღაცა ხო უნდა იჯდეს და ამას აკონტროლებდეს, ღებულობდეს, ადარებდეს, ტექნიკურად მოყავდეს და ასე შემდეგ. გამართლებული უნდა იყოს ის ხარჯი, ჩემი აზრით, თუ ამას ეკონომიკურად და ბიზნესურად მიუდგებით, რასაც დახარჯავს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინფორმირებულობა იყოს მაღალი მომხმარებლის, ადმინისტრაციული ხარჯი ამ სისტემის გამართვისთვის რაც ჭირდება, ასევე გამართლებული უნდა იყოს და სარგებელი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე დანახარჯი. ბათუმის საზღვაო ნავსადგური აცხადებს, რომ ტვირთბრუნვა გაზარდა და ფინანსური სტაბილურობა განამტკიცა. საპორტის მენეჯმენტის ცნობით 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედა საპორტო მოსაკრებლებზე ახალი ტარიფები, რაც 2026 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს დამატებით შემოსავალს, დაახლოებით $1 მილიონი ოდენობით. ამასთანავე 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა კარბამინდის ტერმინალის მომსახურების ტარიფიც, რითაც ნავსადგური წლის ბოლომდე დამატებით $200,000 შემოსავალს ელის. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საერთო ტვირთბრუნვამ 4,24,000 ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. მიღებული ზომები ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ქმნის შემოსავლის დამატებით წყაროს ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის, ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის განცხადებაში. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით BMG TV-ზე 15 საათსა და 30 წუთზე დაუბრუნდებით დროებით.